კოალიცია ქართული ოცნების წევრმა ეროვნული ფორუმიდან შოთა გოგიბერიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიუძღვნა. ბრიფინგი რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიეძღვნა. შოთა გოგიბერიძემ გურიის რწმუნებულებს, გუბერნატორსა და სამხარეო ადმინისტრაციის წევრებს გადადგომისაკენ მოუწოდა. მან პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ფაქტები დაგმო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებისაგან თანამდებობების დატოვება კატეგორიულად მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გოგიბერიძე მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მაჟორიტარ დეპუტატს მემორანდუმის გაფორმებას თავაზობს. გურიაში კარგად იცით თუ რა ოპოზიციური მუხტი იყო წინა საარჩევნოდ და რა დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ და მიუხედავად ამისა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ წარმართავენ სხვადასხვა დარგობრივ სტრუქტურებს და სამსახურებს, ბედავენ და ქართული ოცნების აქტივისტებს ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პრეტენზიას უყენებთ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მიერ წარდგენილ გამგებელს, რომელმაც უნდა მიიღოს რადიკალური ზომები იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა შეიცვალოს აუცილებლად, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა და ეს უნდა შესრულდეს აუცილებლად. ეს თუ არ შესრულდა ორხელისუფლებიანობა, ეს არის ქართველი ხალხისათვის დიდი საშიშროების მომტანი. იმიტომ რომ ორხელისუფლებიანობა ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვერც ესენი და ვერც ისინი.